ირანის თავდასხმათა სამიზნე ყველასათვის მოულოდნელად აღმოჩნდა თვით ნეიტრალური ომანიც კი. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ჰორმუზის სრუტის ნაპირებთან მდებარე ორ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკის მქონე სახელმწიფოზე. ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს აკავშირებს მსოფლიო ოკეანესთან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სრუტე არის მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ ამ სრუტის გავლით ყოველდღიურად დაახლოებით 20-21 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდება საზღვაო გზით, რაც მსოფლიო საზღვაო ნავთობვაჭრობის დაახლოებით 30%-ია, ხოლო ზოგადად მსოფლიო ნავთობმოხმარების 20%. სრუტის ჩრდილოეთით აგრესიული პოლიტიკით გამორჩეული ირანი მდებარეობს, ხოლო სამხრეთით ნეიტრალიტეტის მქონე ომანი. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდგომ არაბულ ქვეყნებსა და ირანს შორის სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა. არაბულ ქვეყნებს ეშინოდათ, რომ ირანის გავლენით მათ სახელმწიფოებშიც არ მომხდარიყო ისლამური რევოლუცია, რაც თეოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლებდა იქ არსებულ მონარქიებს. 1980-88 წლებში ერაყსა და ირანს შორის მომხდარი ომის დროს ერაყს ღიად მხარს უჭერდა საუდის არაბეთი და ქუვეითი. 2011 წლის არაბული გაზაფხულის დროს იემენში სიტუაცია მკვეთრად აირია. ჰუსიტები გააქტიურდნენ სამხედრო თვალსაზრისით. მართალია ირანი მანამდეც მხარს უჭერდა ჰუსიტებს, თუმცა განსაკუთრებით 2014 წლიდან დაიწყო მათი დაფინანსება და შეიარაღება. ამ პერიოდიდან იემენში მანამდე არსებული მცირე შეტაკებები სამოქალაქო ომში გადაიზარდა. სამოქალაქო ომმა 350,000 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა და 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარულ კატასტროფად ითვლება. 2015 წელს საუდის არაბეთის თაოსნობით შეიქმნა ისლამური სამხედრო ანტიტერორისტული ორგანიზაცია. ამ წელსვე საუდის არაბეთმა ჩამოაყალიბა სამხედრო კოალიცია და იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ომში ჩაერთვნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ომანი სხვა არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით ურყევად ინარჩუნებდა თავის ნეიტრალურ პოზიციას. უფრო მეტიც, თუნდაც ბოლო პერიოდი რომ ავიღოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ომანი აქტიურად იყო ჩართული. ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში სწორედ ომანის ტერიტორიაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმისთვის, რომ ქვეყანამ გამოაცხადოს და შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ რეგიონში მხოლოდ პოლიტიკოსთა ნება არ არის საკმარისი. ნეიტრალიტეტს სჭირდება მყარი გარანტიები. ომანისთვის ეს გარანტია სწორედ ჰორმუზის სრუტე აღმოჩნდა, რომლითაც სარგებლობენ როგორც არაბული ქვეყნები, ასევე ირანიც კი. შესაბამისად, ომანში მშვიდობის შენარჩუნება თვით ირანის გეგმებშიც კი შედიოდა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ირანი 10 წლეულების განმავლობაში აფინანსებდა და აიარაღებდა უამრავ ტერორისტულ ორგანიზაციას, იქნებოდა ეს ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები თუ სხვა, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ისრაელს უშუალოდ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები არ განუხორციელებია. ირანის ამ უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტორადაც შეგვიძლია სწორედ ჰორმუზის სრუტე მივიჩნიოთ. თუმცა რა ხდება დღეს? დღეს ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკადა აქვს გამოცხადებული. რამდენად ახერხებს ამას სხვა საკითხია, თუმცა ფაქტი აშკარაა, რომ მისთვის ომანის ნეიტრალიტეტი აღარ არის მნიშვნელოვანი. სიტუაცია იმდენად სწრაფად ვითარდება, არ ვიცი რა მოხდება ვიდეოს ჩაწერიდან მის გამოქვეყნებამდე. თუმცა ამ დროის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანმა ერთხელ უკვე განახორციელა დრონებით თავდასხმა ომანის ერთ-ერთ პორტზე. ასევე ომანის წყლებში თავს დაესხა ერთ-ერთ გემს. ომანელ ხალხს მშვიდობას უსურებ, ხოლო ჩვენთვის დასკვნის სახით ვიტყვი, რომ მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება და აგრესორთა ინტერესები სწრაფად იცვლება, რასაც აუცილებლად შემზადებულები უნდა დავხვდეთ.